Ჩვენი ისევ ეთერში ვართ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თამაზ მეჭიაური. ბატონ თამაზ, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. არჩევნებზე რისი იმედი გაქვთ კოალიცია ქართულ ოცნებას? მე კითხვას დამასრულებინეთ თუ შეიძლება. ძალიან ბევრი დაპირება ხომ იცით რომ არ შესრულდა. ბუნებრივ აირზე ფასის მატება, ლარის ყევადობა, ასევე არსებული ბიუროკრატიული ხარჯებზე აქცენტები, ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა, რომელიც კაპი და გითვლით ხომ, ახალი ჯიპების შეძენას და ასე შემდეგ. იმედი გაქვთ რომ ისევ უმრავლესობით მოხვალთ? გეთანხმებით რომ პრობლემები უდაოდ გვაქვს, თუმცა აქ არის შეიძლება სუბიექტურიც და არის ობიექტურიც. ახლა რაც შეეხება იმ კრიზისს, რომელიც თემ სოფლიოში იყო, რომელიც აისახა ყველა ქვეყნის ვალუტაზე და მათ შორის ლარზეც და ეს თავისთავად აისახა უკვე თვითონ მოსახლეობის კეთილდღეობაზეც ერთის მხრივ. მაგრამ ჩვენთან ძალიან გაგრძელდა და ძალიან ქაოტური სახე მიიღო. ახლა ჩვენთან, თუმცა ახლა ეს რა თქმა უნდა შვება არ არის ჩვენთვის, მაგრამ იგივე სომხეთში, იგივე მოლდავეთში, ესე რო არაფერი თქვა რუსეთი და უკრაინა საერთოდ რომ კატასტროფულ მდგომარეობაში მოყვა ამის შემდეგ. აისახა ყაზახეთზე, აისახა აზერბაიჯანზე ერთ დღეში მოხდა 25%-ით გაუფასურება მანათის, რომელსაც აკავებდნენ კიდე ნავთობის საშუალებით. მაგრამ მხოლოდ ეს მაგრამ ეს არ ვიძახი რომ ეს არის გასამართლებელი ეს, მაგრამ ნუ არის ესეც რა თქმა უნდა ეს ფაქტორებიც არის. არის რა თქმა უნდა სუბიექტური ფაქტორებიც, როცა შეიძლება ყველაზე მეტად უფრო ამ ნაწილზე არ არის ხალხი ჩვენზე უკმაყოფილო, უფრო უკმაყოფილოა იმაზე, რომ კოჰაბიტაცია დაიწყო პროცესი, აი ამ პროცესმა გარკვეულწილად სამართლიანობის აღდგენა შეაყონა. სამართლიანობის თქვენც ამაზრზე ხართ? კი, ამაზრზე ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენა ცოტა უფრო ადრე და უფრო მკვეთ ფორმებში უნდა დაწყებულიყო. აი, რას გულისხმობთ? სააკაშვილზე ძებნა არის გამოცხადებული, ხომ? უგულავა ციხეშია, ადეიშვილზე ძებნა არის გამოცხადებული, ბაჩო ახალაია ციხეშია. კიდევ ვინ გიდოდათ რომ დასჯიდებოდნენ? ახლა მარტო ციხე არ არის აქ თავარი, დასჯით უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც აქვს სერიოზული მაგრამ უნდა დაუმტკიცდეს, ხო? რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ შეიძლება მე შეიწყალო ის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მინდა ადამიანური ფაქტორია, ნუ შეიძლება, მაგრამ ადამიანს ჯერ უნდა უთხრა რომ რაშია დავნაშავე, მეორეც იქ მეორე მხარე რომ პატიობ დაუშვათ ვიღაცას, ვის ხარჯზე პატიობ, თუ პატიობ შენ ხარჯზე ეს მისაღებია, ეს შეიძლება ჰუმანური აქცია, მაგრამ შენ რო პატიობ იმას რომ სხვას მიაყენა ამან ზარალი ან მორალური ან ფიზიკური და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. ახლა მეც ვყავდი აქ დაჭერილი რაღაც ეტაპზე, მე ჩემ შვილებსაც რაღაც მიაყენეს შეურაცხყოფა და პრობლემები შეუქმნეს, მაგრამ სააკაშვილის დროს ხო? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ იყო ნაწილი, რომელსაც ვაპატიე, იყო ნაწილი ერთი მცირე, მაგრამ რაღაცა ის ჩემ იმაში ვაპატიე მხოლოდ, მაგრამ არის რაღაცა, რომელსაც საერთოდ ეხება და იმას არ უნდა აპატიო, იმიტომ რომ იქ მე არ ვიზახი რომ მიდგომას გულისხმობ ზოგადად ადამიანის შეიძლება აპატიო, ჯერ უნდა აღიარებიო, აღიაროს იმან რომ ის თხოვოს და მე აპატიო და არა ისე რომ აპატიო ყველას და გამოვიდეს და მე ის აქეთ გამოვიდეს შეტევაზე და იმ ხალხს დაუწყოს ისევ დევნა, რომელიც მოელოდა შენგან სამართლიანობის. აი რას ამბობენ თქვენი ლიდერები, იგივე ივანიშვილი, რატომ გახდა აუცილებელი ეს კოჰაბიტაცია, ეს იყო ნაკარნახევი დასავლური ინსტიტუტებიდან, უფრო სწორად დასავლეთის მოკავშირეებიდან, თუ თავად თქვენი გუნდის პიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილება? ალბათ იყო ყველაფერი თავის გარკვეული დოზით ყველაფერი. ანუ ივანიშვილი იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება? ვერ გეტყვით, შეიძლება ნუ თუნდაც ახლა ერთ-ერთ ნაწილში როცა თქვა რომ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციიდან თხოვეს რომ ეს გარკვეულ პიროვნებაზე რომ ნუ ახლა აღარ მინდა იქ ჩავიდე, რადგანაც ახლა არის სტაბილურობისკენ წავიდა და გარკვეული შეთანხმება გაკეთდა მაინც ხელისუფლებას მთავრობა ხოსხედულობაში ეკონომიკური გუნდი და თუნდაც ეროვნულ ბანკს შორის და ამ ყველაფერსთან რა თქმა უნდა ეს იგულისხმება ეს ზედამხედველობის სააგენტოც რომელიც ახლა შეიქმნა მართალია ჯერ ვერ ჩართულა ბოლომდე პროცესებში მაგრამ უკვე მიადევნებს გარკვეულად ამ ყველაფერს და ამ მომენტში არ მინდა რომ მე რაღაცით ახლა ეს მოსახლეობას ახლა ის უფრო ჭირდება რომ აი ეს კურსი რომ
გაუმჯობესდება. რატომ აქამდე ვერ მოხერხდა ამ კურსის ახლა არც ახლა გაუმჯობესებულ, თუმცა კი გარკვეულწილად გასაგებია. რაღაც ეტაპებზე იყო კიდევაც, მაგრამ ახლა აქაც არ მინდა კიდე ჩავიდეს სიღრმეში, იმიტომ რომ ის ერთი რაც იყო პრინციპული საკითხი ჩემის აზრით, რომ ეს მოხდარიყო რაღაც ნდობით აღჭურვილი სააგენტოს შექმნა, რომელსაც ეკნებოდა ყველა მხარის ნდობა, ფაქტიურად ეს შედგა და ახლა ისინი მართალია ვერ შეუდგნენ საქმიანობას. ბოლომდე გარდამავალი დაფიაქ თვითონ ეროვნული ბანკის ხარდაჭერა ჭირდებათ მათ, რომ ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კუთხით აპარატის დაკომპლექტება და მთელი რიგი საკითხები, რა თქმა უნდა, ეს სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს ჯერ. და თან არ მინდა რომ უკვე რადგანაც მივიდა, მინდა რომ მათი მხრიდან ანუ ამ მონეტარულ პოლიტიკასთან ესე იგი გამოდის რომ ქადაგიძეს ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება და ახლა რაღაც ერთგვარი შეთანხმება. მოდი, აი ახლა მე არ მინდა რა, რადგანაც ეს ხოხდა ამ თემაზე მორატორიუმი გამოაცხადებ, მე არ მინდა ჩემი განცხადებებით დავაზიანო ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. და მით უმეტეს რომ მალე უკვე თვითონ უკვე საკმაოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ზედამხედველობის სააგენტოც ჩაიხედავს უკვე ამ ყველაფერში. მე მაინც ვარაუდების დონეზე უნდა ვილაპარაკო. ისე თქვენ განიხილებოდით ქადაგიძის ადგილას, თუმცა მართალია არა, ეს გამორიცხულია. არა, ჯერ გამორიცხული ეს არასწორად თქვა ერთმა რატომღაც სენსაციის მოყვარულმა ყველაფრის ვწოდნენ. არ ვიცი, ხო არ ვიცი, მე მგონი და საიდან ნუ ელემენტარულ ლოგიკაშიც არ ჯდებოდა. იმდენად ჯერ ერთ სურვილზეა და მეორეც კიდე. იმიტომ რომ ჯერ უნდა წარედგინა ვის? მარგველაშვილს. უნდა წარედგინა პირველი, ხო, პირველივე ნაბიჯი ხო აბსურდული იყო. გასაგებია. რომ ყოფილიყო სურვილი. მეორე, რომ სარჩეულიყავ. მე იმ საბჭოს, რომელსაც სუქს ადეიშვილის იმას უძახოდი. პროკურორს და მე იმათ უნდა მოეწაჭერდა და მე ისო მას დაემტკიცებდა და ეს იყო აბსოლუტურად ნულის ტოლი, ეს იყო შანსი. ბატონ თამას. ისევ იმ ადგილს უნდა დავუბრუნდეთ, ანუ კოჰაბიტაციამ გაანაწყენა მოსახლეობას, საზოგადოებას და ხალხს. პრაქტიკა მაჩვენა რომ უკვე ისიც აღარ აინტერესებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ იქნება მეჭი, აური, იქსი ვიღაც თუ ასე შემდეგ. მას აინტერესებს შედეგები. არჩევნებზე რა იქნება? ახალი რამე დაპირებები როგორ გასცემთ? პასუხს და თქვენ აქვე მინდა კითხოთ რომ ახალი ოპოზიციური ძალა გამოჩნდებაო დაანონსეთ, მე მჯერა რომ თქვენ ისე არაფერს ამბობთ, ხშირად მართლდება ხოლმე, რაღაც ინფორმაცია გაქვთ. არა, აქაც არანაირი ინფორმაცია, უბრალოდ ლოგიკა ელემენტარული, მე დამისვეს საკითხი ასე. თქვენ იმის გამო რომ ვერ გადაწყვიტეთ ეს საკითხი რომ ეს ვერ აღადგინეთ სამართლიანობა და ასე შემდეგ სხვადასხვა პრობლემები გაქვთ თქვენ ამითი დაგეკარგებათ რეიტინგი და ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ხმებს მე ვუთხარი რომ ეს ასე არ არის ჩვენ რომც დაგვეყაროს დაუშვათ რეიტინგი და ესე იგი ამომრჩეველი ზურგი რომ გვაქციოს ამომრჩეველმაც, ну, ზირითადად მაინც აი სამართლიანობის მომენტის გამო, ეს ამომრჩეველი არ წავა ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს წავა უფრო რადიკალურ ძალასთან, რომელიც მისცემს დაპირებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოთხოვს პასუხს. ასე იგი, ამითი მე კი არ დავაანონს, მე დავაანონსე ის, რომ ეს უფრო რადიკალური გახდება, რადიკალური ძალისკენ წავა ეს ამომრჩეველი და არა ნაციონალური მოძრაობისკენ დაბრუნდება. ნუ ეხლა ეს როგორ ვინ იქნება ეს უკვე არსებული პოლიტიკური ძალისკენ წავა, რომელიც უფრო რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა თუ არჩევნებამდე დარჩენილია საკმაოდ დრო და იქ კიდე შეიქმნება რაიმე პოლიტიკური ძალა, ამის თქმა უნდა. აი ვერსიები გაჩნდა რომ პაატა ბურჭულაძის ახალი ძალა ლევან ვასაძის მიერ შექმნილი და ალბათ ამათ გულისხმობსო ბატონი თამაზი. ანუ ეხლა მე რომ გითხრათ სიმართლე ბატონ ლევან ვასაძის შემოსვლასაც მივესალმები პოლიტიკაში და ნუ თუ საჭირო ჩათვლის თვითონ ბატონი ბურჭულაძის როგორ ფიქრობთ რა აქვს შანსები? რა თქმა უნდა აქვს ყოველთვის იმიტომ რომ არის ესეთი სეგმენტი რომელიც არ არის არ ჩვენგან ათვისებული და არც სხვა ჩვენი ოპოზიციონერი ძალების განასება. საზოგადოებაში არსებობს და პოლიტიკურ წრეებში მოსაზრება რომ ვასაძე, კოალიცია ქართული ოცნების ბურჭულაძე ორივე მაინც ვექტორი საგარეო ორიენტირების პრორუსულ ძალად აღიქმებაო და შესაძლოა სულ ევროპაშია ბურჭულაძე რატო ადამიანს ასე არ უყურება პრორუსულს ახლა ეს რაღაცა კლიშე გახდა იცით ვიღაცა რომ ჩამოიცილონ გზიდან მაშინვე უძახიან პრორუსს ესე იგი როგორც კი არ ეტყვი ზუსტად ისე როგორც ზოგიერთს უნდა
უკვე ამით ხდება მისი მარგინალიზება რა, პოლიტიკური ძალის თუ პიროვნების. მე ასე არ უყურებ, ვისაც უყურებ ზოგადად რუსეთთან ურთიერთობას. მე უყურებ ასეთნაირად, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარტია თუ პოლიტიკური ძალა თუ პიროვნება, უნდა ამოდიოდეს ქვეყნის ინტერესებიდან. თუ ქვეყნის ინტერესებს გამოადგება რუსეთთან დიალოგი, ნებისმიერ ძალასთან დიალოგი, რა უნდა დაждდე და რა უნდა დაილაპარაკო. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის ოკუპანტია, ხო? ოკუპანტი არ არის კიდე სხვა ქვეყანა. არ აქვს არცეთ ქვეყანა ჩვენ ტერიტორიებზე აღებული. ვის გულისხმობთ? ნებისმიერს, ვისაც ჩვენ ტერიტორიები. დამი კონკრეტად. თქვენ ჩემზე კარგად იცით გეოგრაფიას და ისტორიას. ხო, ანუ რა მათთან არ უნდა ვისაუბროთ? ყველასთან უნდა ვისაუბროთ, ხო საუბრობთ ხებთან. უნდა ვისაუბროთ მათთანაც. ან უნდა ქონდეს იმხელა ძალა, რომ ის ძალით დაიბრუნო. ჩვენ არ გვაქვს ამხელა ძალა. თქვენ აზერბაიჯანს გულისხმობთ ზაქათალას ტერიტორიაზე. არც ახლა არ ჩავდივარ, მაგრამ ცოტა უფრო დიდებიც არიან და უფრო სხვა ფორმითაც არიან, მაგრამ ხო გვაქვს მეგობრებს უძახით ჩვენ. არ შეიძლება თუ ქვეყნის ინტერესი ჭირდება ასე, უნდა დაველაპარაკოთ მასაც. ამას თვითონ გვეუბნებიან დასავლეთი. დასავლეთი ამბობს, რომ თქვენ რუსეთთან ხო, იმასთანაც დაალაგეთო, ხო, გვეუბნებიან ასე. ხოლო ვინც მაგას გვეტყვის, რომ წადი და ეომეთო თქვენ და ჩვენ გიყურებთო, ის ჩვენი მოყვარი არ იქნება. მე ასე მესმის ეს იქ რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ გუნდში თავისი ისა, ყველაფერი მე რა თქმა უნდა, ყველა ფასეულობა, რაც ქვეყნის ინტერესისთვის არის მორგებული, ყველაფერი მინდა, მაგრამ ჩემთვის ქვეყანაა მთავარი. და არა რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტის ერთგულება. მაგრამ ბატონ თამაზ თქვენ აი როგორ ფიქრობთ რუსეთთან დიალოგი ფორმატი არაერთ უცდია საქართველოს ისტორიაში. ნუ ახლა საქართველოს ისტორიას გულისხმობ, ხა საუკუნეების წინ მოხდა ფაქტებზე არ გვაქვს საუბარი. ედვარდ შევარდნაძეს, რომელიც მუდმივად ელცინთან ამავე ვერსიას ქადაგებდა როგორც ჟურნალისტ მახსოვს, რომ მათთან უნდა დიალოგი, ელცინი გახსოვთ საქართველოსშიც იყო დარიალს ხეობაში. ანალოგიურად იყო შემდგომი პრეზიდენტის პირველივე ვიზიტები მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, პირველ საპრეზიდენტო წლებში იყო სწორედ პუტინთან, ხო? მაგრამ გამოიღო ამან რეალური შედეგი. მაგრამ არის აბაშიძე კარასიძის ფორმატში ხომ მიდის მაინც რაღაცა ფორმით. და რაც უფრო მეტად თუნდაც აზრი აქვს ამ დიალოგს? კაი გიბათ. აი აზრი რო არ ქონდეს, ხო არ იქნებოდა ეს. ხო რაღაც საკითხებს ხო წყვეტენ ის. თუ უფრო მეც გადაწყვეტენ მომავალში. აი რას ერთი გადაწყვეტილი საკითხი მითხარით? აი თუნდაც აგერ იმას იცი, მალის რეგიონთან დაკავშირებით, ვიღაცას დააკავებენ, ვიღაცას ყוების გასვლა გამოცვლის პრობლემა. ის ხო იმ ადამიანებისთვის ხო არის ეს პრობლემის გადაწყვეტა, თუნდაც არის, ნუ იქ რაღაც ხან ემბარგო იყო, რაღაცა იყო, ნუ რაღაცა საკითხებს წყვეტენ ესე. მე არ ვიძახი რომ ყველაფერს ალაგებენ და ეს, მაგრამ ნატოსთან მიმართებაში თქვენი დამოკიდებულება როგორია? აი ამის ფონზე. ნატოსთან მიმართებაში და რა თოფაძეს აქვს საკმაოდ კარდინალური მოსაზრება. ნატოს ჩემთვის არის საშუალება და არა მიზანი. რისი საშუალება? საშუალება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საყრდენის და გაძლიერების. დამავდროულად თქვენ ამბობთ რომ რუსეთთან დიალოგი თუ კი რუსეთს აქვს პრინციპი რომ უკრაინას არ აქვს დიალოგი. უკრაინას მიიღო კიდევაც. არა, იმის შემდეგ აქვს. ხო და ყირიმის როცა იყო დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, ისე არ გაუწყვეტი. ამას ხო არის მოსეს. კი, მაგრამ რუსეთს აქვს ეს პრინციპი, რომ თუ შენ ნატოსთან გინდა კარგი ურთიერთობა, მე მაგილასთან უნდა მიწახებ. და თქვენ ამის შემდგომ აქვს აზრი ურთიერთობას მასთან. ისინი ხშირად აჟღერებენ რუსეთის პოლიტიკური წრეები ამ გაცხადებას. მე არ მინდა ასე რადიკალურად დავაპირისპირო ეს ყველაფერი. მე მრჩევნია რომ ისეთი მდგომარეობა ნახოს ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც მას მიცემს მაქსიმალურ სარგებელს. ეს დანარჩენი არის უკვე პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, სად არის ეს ოქროს შუალეთი. რა დოზით უნდა ელაპარაკოს რუსეთს, რა დოზით ელაპარაკოს თურქეთს და ასე შემდეგ. ბატონ თამაზ საგანელიძის წასვლაზე მინდა რომ კომენტარი გააკეთოთ. რა ხდება კოალიციით? ამბობენ ზვიად კვაჭანტირაძე განიხილება უმრავლესობის ლიდერი. ვერ გეტყვით ახლა განხილვა ალბათ მიდის იქ და ჩემი თანდასწრებით განხილვა არ ყოფილა, თუმცა როგორც თქვენ მკითხეთ, ასე მკითხა რამდენიმე სხვადასხვა ჩემს კოლეგაზე და რომელ კოლეგებს ესაუბარი? ნუ ახლა არ მინდა ის იყო საუბარი. რატომ გვარები დავასახელო? ნუ არა, ახლა მე არ განხილვა არ ყოფილა თორე ახლა მე რო თქვა მე არა ვიზე კითხეს ჟურნალისტებს. აი თქვენ მკითხეთ და მე გეტყვით ჩემას და ის
მე კანჭანტირაძე გავიგე და ნუ კანჭანტირაძე კარგი პიროვნება დადებითი კიდევ პიროვნება. ვინზე იყო საუბარი? ძალიან ბევრი დადებითი პიროვნება იყო. არა, ჟურნალისტებმა ვიზე გკითხეს თქვენ. ანუ აღარ მინდა. მე ეხლა რომ გავაჭირო კიდე. ანუ თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას. მე ერთი მიშარ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ჩემზე არ არის. თქვენზე არ არის და თქვენ სად გიხილავთ? არა, ჩემზე არ არის ძალიან ლოგიკური, ისევე როგორც აგერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით თქვა, ასევე არ შეიძლება. სამომავლოდ ისე. არა, აქ არა, ჯერ ამას გეტყვით, რატო არ არის აქ? იმიტომ რომ კოალიციის ლიდერს ხარს უნდა უჭერდეს კოალიციის ყველა წევრი. თქვენ არ დაგიჭერენ? ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ უთხარი ასეთი, ყოველ შემთხვევაში ჯერ ერთი არ მინდა და მეორეც ექსპერიმენტების ჩატარებას არ ვაპირებ. ეხლა რომ სინჯო დამიჭერენ თუ არა. ალბათ რესპუბლიკანები მხარს არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში. ასე ძალიან ბევრი ღირსეულია და მოიძებნებ. ასევე ძალიან მინდა მკითხოთ თვითონ კოალიციის შიგნით არსებულ ურთიერთობებზე, ანუ ძალიან ხშირად არსებობს ხოლმე ასეთი მოსაზრება ბატონ თამაზ, რომ აი როდესაც რაღაც გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, თქვენ კი ამბობთ, რომ არ ბატონ ივანიშვილი არ ელევა პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ასე ვთქვათ, რეალურად ისწყვეტს კანდიდატურებსაც, ისწყვეტს გადაწყვეტილებების საბოლოო ვარიანტსაც და შემდგომ უკვე თქვენ ახმოვანებთ. ნუ შეიძლება ცოტა სხვანაირად დავსვათ საკითხი. ის კი არ ერევა. დიახ. შეიძლება ჩვენ ვეკითხებით. ეკითხებით ისე? ზოგჯერ, არა, მე მიკითხავს რაღაც. ეხლა დიახ. თუნდაც ეხლა ამ ხელა საქმეს რო დაიწყებს საბანკო ზედამხედველობის ის რომელსაც ამ ხელა ხარდაჭერა ჭირდება პოლიტიკური ისიც რესურსიც, რა თქმა უნდა, რო ეტყვი რომ აი ეს არის და ეს მიმაჩნია გამოსავალი და ეს მაინტერესებს ხომ ისი აზრი. ისიც მანსაც უცებ არ გაუწია ამაზე, რა თქმა უნდა, აწონდაწონა კიდე კონსულტაციები შეიძლება მანაც გაიაროს. თუ ამას ჩავთვლით ის იქიდან მოვიდა, კი მოვიდა მე თანხმობა. და შევუდექით ამას, ხო? ნუ ეს აი თუ ამას ჩავთვლით ესაა. ნუ ასევე მაგრამ ისი თანხმობა ვიდრე არ მოვიდო და თქვენ ამ გადაწყვეტილებას ეხლა ელემენტარულად მოდი დავთვალოთ რა ასე, რომ დაგვეწყო დაუშვათ. დიახ. ამ კანონის ინიცირება, კანონ პროექტის. ხოლო ინიცირებისთვის დაგვეწყო, თუ არ გვექნებოდა იმ პოლიტიკური ხარდაჭერაც იმის ზურგის, რომ ის მინიმუმ 76 ხარდამჭერი გვეყოლებოდა ჩვენ. დიახ. ამ ხარდამჭერის გარანტი არის პერსონალურად ივანიშვილი? ნუ ყოველ შემთხვევაში თავისთავად ხადია, რომ ჯერ თუ ყველა უმადური ნამდვილად არ არის ჩვენს კოალიციაში, თუ რაღაც ნაწილს დავიწყდა ვის გამო მოხდა პარლამენტში, ბევრს არ დავიწყები. ანუ კენჭისყრაზე ამ საკითხს დააყენებდით, ხმის მიცემა საბოლოო ჯამში მიეცა თუ არა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უნდა შეეთანხმებინა? შეთანხმება აღარ იყო, როდესაც დაუშვათ, დაინახეს, რომ დაუშვათ ეს ხარს უჭერს ასეთ რაღაცას და თუნდაც ირიბად იტყვის ამას, თავისთავად ხარდია უკვე. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის პოლიტიკაში მონაწილეობა? პოლიტიკაში მონაწილეობა როგორი ფორმით გააჩნია? ეხლა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ეხლა მასე დედაჩემი შეიძლება მონაწილეობდეს, რომელიც არაფერში არ ერევა საერთოდ თავის ცხოვრებაში, თავდაღუნული დადის. მაგრამ შეიძლება ისე ირიბად ვკითხო ვიღაცაზე რაღაც, რომელმაც ან შეაქოს, ან გაჩუნდეს, სულს მაინც ვერ ათქმევინე ვერავიზე. მაგრამ ის დედაჩემია და არა ბიძინა. გასაგებია, მაგრამ თუ მაინც გავითვალისწინებ ის ეს უკვე ჩარევაა. გასაგებია. მაგრამ ის ანუ თქვენ ითვალისწინებთ მისას. რო არ გაძალებს რო ეს ისა, მაგრამ ნუ შეიძლება სადღაც არ მოეწონა. ნუ უბრალოდ წმინდა ადამიანი ფაქტორია, თუ იქ რომ მიხვედი, იმის წვლილიც არის, ვისი წვლილიც არის, იმას უნდა შეეკითხო. მათ შორის რიგით ერთ ამორჩეველსაც, იმიტომ რომ იმანაც ხომ მიგიყვანა იქ. და თუ უფრო მეტად ჩაერია შენს მიყვანაში, ვიდრე ის ერთი ამორჩეველი. თუ იმერც ამორჩეველს უნდა კითხო, ამ დიდ ამორჩეველს რატო უნდა კითხო? კარგით, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თამაზ, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. როგორ ფიქრობთ, მომავალ პარლამენტში ისე ვიქნებით? არ ვიცი, ნახოთ, თუ მანამდე არ დავბერდი. ალბათ სიბერე ხელს არ უშლის პოლიტიკას. ბატონ თამაზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ კოალიცია ქართული ოცნების წევრი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თამაზ მეჭიაური. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით. როგორც ამბობენ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და 2016 წლის არჩევნები იქნება საბოლოო ტესტი ყველა პოლიტიკური ძალისათვის. მომავალ შეხვედრამდე. მომდევნო შემოდგომაზე ითვლიან.